აი ვიღაცა მოცლილი სოციალურ ქსელებში ავცელებს ამთან ამისთან რაღაც სისულელეებს რომ ესე იგი არაქართული გვარებიო ჯერ ამის თქმერს უჭყო არა აქვს თავში იმიტომ რომ ეგეთი რაღაცის თქმა საერთოდ შეუძლებელი დაუშვებელია საერთოდ არ შეიძლება რა მე არაფერი არ მაღეზიანებს საერთოდ ამ ქვეყანაზე ერთადერთი მაღეზიანებს ასეთი სისულელე აი მის დამწერი არის ან ბოროტი მტერი არის ან უგნური მოყვარია ისეთი უგნური მოყვარია რომელმაც არ იცის რა ზიანს აყენებს თავის ქვეყანაზე თავის ხალხს ჯერეთი აი ესეთი გვარები ხა რაც გვარებია აქ ძირითადად სომხური გვარებია და სომხური უწერიათ რა სომხური გვარები და რაღაც ფალვენიშვილზე როგორ შეიძლება სომეხი დაწერო კაცო ან რაღაც ისეთი გვარებია ქიტესაშვილი სომხური გვარი უწერია და ქელექსაშვილი უწერია ოსი და რაღაც სისულელეები ის ოსები როგორია ჩვენ დღეს ისინი ასეთი არ არიან ისინი არიან ყოფილი დვალები არიან რომლებიც შემდეგ გააოსეს და ეს ადამიანები რომლებიც თავშოთ ქართველობენ კაცო ქართული სისხლი აქვს ქართული სული აქვს ქართული შენ გამოდიხარ და ესე იგი არა ქართველს ეძახი რა უნდა გიწოდო ამის შემდეგ რაღაც სისულელეებს წერ და ნუ წეთ რა ამისთანა სისულელეებს რა ძალიან გთხოვთ რა ტრის წისქვეზე ნუ ასხამთ წყალს და ნუ იმაშვებით რა როგორ შეიძლება ჯერთი ეს სომხებიც არ არიან ეს 80% სომხები რომლებიც ჩვენ დღეს სომეხი გონია არ არის სომეხი იმიტომ რომ რაღაც ჩვენი ასეთი იმისა ქვია ბედუკუღმართობის გამო რომელიც წარსულში განვიცადე ჩვენ ეხლა ამას ეს რომ მოგიყვეთ მთელი 1 საათი და საათნახევარი მინდა რა რომ ესე კარგად აგიხსნათ სულ ყველაფერი რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა დაახლოებით მე-18 საუკუნეში მე-17 საუკუნეში როცა ოსმალები შემოდიოდნენ საქართველოში აი მხოლოდ მართლმადიდებლებს ესე იგი დასდევდნენ და მართლმადიდებლებს აწიოკებდნენ და ხელს არ კიდევდნენ არც სომხებს არც ებრაელებს და არც კათოლიკებს და ძალიან ბევრმა ოჯახმა რომ თავის საკუთარი ოჯახი და თავის საკუთარი შვილები რომ გადაერჩინათ ესე იგი მიიღეს გრეგორიანული სარწმუნება მიიღეს და ეხლა გონია ჩვენი სომხები გონია ან და მე-16 საუკუნეში როცა რუსებმა რომ დაიწყეს ესე იგი ათვისება იმისი რა ქვია კავკასიის ათვისება მაშინ იქ დვალებს ჩაუსახლეს ალანები ჩაუსახლეს და ესე იგი ასე თქვა ძალად გააოსეს ის ხალხი რა და დღეს ახლა როგორია ჩვენ რა ქვია მაგას სამაჩაბლოში ის ოსები იქიდან 90% არის სულით კი არა გენეტიკურად ქართველები არიან ესეც არ ვიცი ჩვენ ამიტომ ნულაპარაკობთ ისეთ რაღაცებს რომელიც წარმოდგენა არ აქვს საერთოდ რა მოდი რა საქმე აკეთოს პროფესიონალებმა უნდა აკეთოს საქმე და ამისთანა სისულელეებს დაანებეთ თავი რა ძალიან გთხოვთ რა დღეს მინდოდა ცოტა უფრო დავშვიდებით და დაწყდებით მელაპარაკა მაგრამ ამის საშუალება ზოგიერთები ეს twin გაყინული და twin გამორიცხილი ქართველია თუ არა ქართველია თუ შემოპარულია თუ რაფი თუ უგუნური ქართველია არ ვიცი ამის საშუალებას არ მაძლევენ და ძალიან დიდი ბოდიში რო ასეთი აღელვებისათვის და ასე თქვათ ხმის აწევისათვის მაგრამ ძალიან გთხოვთ ნუ ვაკეთებთ ეგეთ რაღაცებს რა ეხლა მინდა შეპირებული გვარები რომლებიც მე თქვენ ესე იგი შეკვირდით და რომლებიც მოგწერეს ამ გვარებზე მინდა ესე იგი 1-2 სიტყვა თქვი თუ დაუშვა თუ გამომივიდა იმიტომ რომ ძალიან აღელვებული ვარ და მაპატიეთ რა ამისათვის მე მინდა ბებიამ რამოდენიმეჯერ მომწერა ამ პატიოსმნა ადამიანმა რამოდენიმეჯერ მომწერა და მე ცოტა ისეთი კილოთი მითხრა რომ ესე იგი არის ამდენი ხანია მოგწერეო და იქნებაო მაღირსო და ეხლა უნდა ვაღირსო ბებიას უნდა ვაღირსო ესე იგი მეგრული წარმოშობის ქართული გვარია რა თქმა უნდა რომელიც მომდინარეობს ძველი ესე იგი მამაკაცის სახელი და ასე ათროპონიმული სახელი ანუ ეპონიმური სახელია და ბები უდევს ამ იმას საქვია საფუძვლად უდევს ბები ეს პირსახელი შუა საუკუნეებში გავსებებული იყო სამეგრელოსა და მის მოსაზღვრე კუთხეებში გვარის ერთ-ერთი უძველესი მოხსენება გვხვდება მე-14 საუკუნეების ძეგლში მატიანე სვაეთის კრებისა სადაც დასახელებულნი არიან იოანე მიქელა რუსუდან და შალვა ბებიანები ეს ბებიანის გვარითაა და მაშინ დაწუნებული ვარ რომ ესე იგი მიგრაცია მოხდა სამიდან რა ქვია ოსმალეთიდან ძალიან ბევრი გვარი წამოვიდა სამეგრელოში და არა მარტო სამეგრელოში არამედ სხვა საქართველოს სხვა კუთხეებში და ჩემი აზრით აი სწორედ ამას ჰქონდა ადგილი
მე-17 საუკუნეში იმერეთშიც დასრულდება ეს გვარი და პარალელურ ფორმით, ესე იგი ბებიების ძირი სამკვიდრო ისტორიული მხარე იყო ჩხოროწყუ, საიდანაც გვარი გავრცელდა სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში და მოგვიანებით ქალაქებში. გვართან დაკავშირებულია რამოდენიმე ტოპონიმი, საბებიო, ლებებიე და სხვა, რაც ძველი საგვარეულო დასახელებების ყველაზე მიუთითეს. 1621 წლის საეკლესიო ჩანაწერების მიხედვით ბებიები ეკუთვნიან საეკლესიო გლეხთა კატეგორიას და აფხაზეთის საეკლესიო ბეგარას იხდიდნენ. დღეს ბებიები წარმოადგენენ ცხოვრობენ ჩხოროწყუში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, თეკლაში, ხუნდში და თბილისში. და საერთოდ მათი საერთო რაოდენობა საქართველოში 1360 კაცამდეა. ღმერთმა ამრავლოს ბებიების ძალიან კარგი გვარი. შემდეგი გვარი, რომელზეც მინდა გელაპარაკოთ, ეს მელაძეების გვარია. მელაძეებიც ახლა ეს ის გვარია, რომელსაც ძალიან ბევრი არამეცნიერი და ძალიან ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანი მიაწეს, ესე იგი, ოსებს მიაწეს, ესე იგი, დრიაებს და რაღაც სისულელეებს. ეგეც ის დრიაებების, რომლებიც ახლა ოსები გონიათ, ისინიც არ არის, ის დვალები არიან, რო იცოდეთ. და აქედან გამომდინარე, ეს გვარი სუფთა ქართული გვარია, ქართული გენის და ქართული კულტურის მატარებელი და ეს გვარია, რომელიც ხმალამოღებული ებრძოდა, ესე იგი, ჩვენს მტერს. ძირითადად ეს არის დასავლეთ ქართული გვარია, გავრცელებულია მათხოჩი და არის ესე იგი დღევანდელ ქობულეთში აჭარაშიც ეს გვარიც სახელი მელა, მელი ძველ ქართული სახელთა სისტემაში ფართოდ გავრცელებული ის იყო, რა ქვია მაგას, ანთროპონიმი იყო, ამავე ძირიდან წარმოიშვა სოფლის სახელწოდება მელაანი, გურჯაანის რაიონში ესა და სხვა გვარები მელაია, მელაიძე, მელაშვილი და მელია. მელაძეების გვარის ადრეული წერილობითი ფიქსაციები ესე მე-15 საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება და უკავშირდება იმერეთს, განსაკუთრებით სოფელ მათხოჩს. 1578 წლის ქუთაისის სახლდის ბეგარის დავთარში მოხსენებულია ნატრია მელაძე, როგორც აზატი, რაც გვარის შიგნით სოციალური სტატუსის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს. მე-17 საუკუნეში მელაძეები ფართოდ არიან წარმოდგენილი საეკლესიო საბუთებში. 1621 წლის აფხაზეთის საკათოლიკოსო დიდ დავთარში ისინი ფიქსირდებიან როგორც ეკლესიისადმი დამოკიდებული მოსახლეობა, რომელთაც ეკისრებოდათ ნატურალური და შრომითი ბეგარა. ამავე საუკუნეებში ხდებიან როგორც საერო, ისე სასულიერო პირები. მე-18 საუკუნეებში მელაძეების გვარი ფართოდ გეოგრაფიულად ჩნდება, მისი ვარიანტი მათ შორის მელაშვილი. მე-19 საუკუნეში შეიჩნევა განათლების ზრდა და სამოქალაქო გააქტიურება. 1873 წლის აღწერაში მოხსენებული არის წერა-კითხვის გამოცემულ საზოგადოებაში მელაძე. ეს გვარი დღეს საქართველოში დაახლოებით 6500 ადამიანს ითვლის და ღმერთმა ამრავლო ძალიან კაი გვარია და მინდა შემდეგი გვარი, ესე იგი შემოგთავაზოთ, ეს არის ქემოკლიძეების გვარია. ქემოკლიძე და ეს სხვა შორის ძალიან იშვიათი გვარია. და როგითაც ძალიან ბევრი ისტორიული საბუთი არსებობს ამ გვარის გარშემო მეთქი იქნები არასწორი იქნები. ეს არის ძალიან მწირი საბუთები, რაც ჩვენ მოვიპოვეთ. ეს არის ძალიან მწირი საბუთებია ამ გვარზე, მაგრამ რაც მოვიპოვეთ, მინდა ახლა გაგაცნოთ. ეს გვარი არის რაჭული გვარია. გვარი ძირითადად გავრცელებულია რაჭის სოფელში, ესე იგი ქვემო თლუღში, ახალ სოფელში, ბაჯსა და ხოტევში. რაც მის ადგილობრივ რაჭულ წარმოშობაზე მიუთითებს დაბოლოება, ესე იგი იძე, ესე იგი ქემო, ესე იგი არის დასავლეთ ქართულია და ამას ეჭვია არავის აუდნე შეეპაროს. არის და აღმოსავლეთშიც იყო ძეზე დაბოლებული გვარები, მაგრამ როგორც ასეთი უფრო და რო იცოდეთ, სხვა შორის ძეზე დაბოლებული გვარები უფრო ძველი ფორმაა ქართული, ვიდრე შუზე დაბოლებული გვარები. წერილობითი წყაროების მიხედვით ქემოკლიძეები მე-18 საუკუნეებში ძირითადად გლეხურ ფენას ეკუთვნოდნენ და ქართულები იყვნენ რაჭის ეკონომიკურ ცხოვრებაში. მე-20 საუკუნის დასაწყისში გვარის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ ტექნიკურ და სამრეწველო სფეროებში, განსაკუთრებით ამიერკავკასიის რკინიგზის სისტემაში, რაც ადასტურებს სენატის სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტის 1104 და 1114 წლის ოფიციალური საქმეები.
ქემოკლინძები წარმოადგენლები არიან სამხედრო სფეროშიც. გვარის ერთ-ერთი წარმოადგენელი მსახურობდა კავკასიის ეს არის საპიროთა ნაწილში ეს დაჯილდოვებული იყო გეორგიევსის ჯვრით. ეს არის პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ის არის, რა ქვია მაგას და რაც მათ მამაცურ და სამხედრო ღვაწლზე მიუთითებს. ძალიან ბევრი ოფიცერი და გენერალი ოცნებობდა რომ მქონოდათ ესე იგი ჯარისკაცის ჯვარი რომ მიეღოთ ის საკმაოდ აიყო ასეთი ის არა აი თუ 4 იმის იყო რა ქვია კატეგორიის ჯვარი იყო პირველი მეორე მესამე მეოთხე ხარისხის ჯვარი და ვისაც 4 ჯვარი ჰქონდა დაუშვათ იყო კოკაია იყო ერთი ქართველი დავით კოკაია რომელსაც 4 ჯვარის კავალერი იყო რა სამხედრო ჯვარის კავალერი და იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამას აი რომ გაევლო ამ 4 ჯვრის კავალერს და იმპერატორი რომ ჯდარიყო სკამზე ვალდებული იყო იმპერატორი ამდგარი იყო ფერს დამდგარიყო და სამხედრო ესე იგი სალამი მიეცა აი ამ იმისთვის რა ქვია ჯარისკაცისთვის იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ სამხედრო ჯვარს გეორგიევსკის ჯვარს შემდეგი გვარი რომელზეც მინდა გელაპარაკოთ ეს არის ლომიების ჯვარი ლომია ესე იგი ძერძველი ქართული გვარია რომლის ფულზე უკავშირდება სიტყვა ლომს ძალის სიმტკიცეს და მამაცობის უძველეს სიმბოლოს ქართულ კულტურაში და არა მარტო ქართულში თავდაპირველად ეს იყო პირველი ეპითეტი რომელიც დროთა განმავლობაში მემკვიდრეობით ვარსახელად ჩამოყალიბდა ლომიების საგვარეულო წარმოშობით სამეგრელოს მხარეს ეკუთვნის მათ ისტორიული განსახლება ძირითადად კერები იყო ზემო და ქვემო სალომიო თეკლათი ჩვალორი აბედაჩი და ნაროუ ხოლო მე-19 საუკუნეში გვარის ნაწილი გავრცელდა დასავლეთ იმერეთშიც ლომიების გვარის სოციალური მნიშვნელობით მრავალშრიანი იყო, არსებობდა როგორც აზნაურული, ისე გლეხური შტოებიც. აზნაურული ხაზები მჭიდროდ უკავშირდება სამეგრელოს საეკლესიო ცენტრებს, ხოლო გლეხური ტოტები მიწათმოქმედებას და მეურნეობას მისდევდნენ. გვარი განსაკუთრებით გამოირჩევა ეკლესიური მსახურებით მე-19 საუკუნეში ლომიების არაერთი წარმომადგენელი მსახურობდა მღვდლებად და მედევეთნებად. ლომიების აზნაურობა ოფიციალურად 1898 წელს დამტკიცდა რუსეთის იმპერიის ჰეროლდის დეპარტამენტის მიერ. ეს რამოდენიმე ოჯახს ხვდა პატიმისი რა ქვია 1000 ამ სტატუსის ადრინდელი დადასტურება ითვლება 1866 წლის მეტრიკული ჩანაწერი, სადაც ბუჟუ ლომია არის, ესე იგი ჩანაწერებში მოიხსენება ბუჟუ ლომია. შემდეგი გვარი რომელსაც მე გაგაცნობთ არის წულიესკერების გვარი. წულიესკერების გვარი დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით სამეგრელოს ისტორიულ სივრცეს უკავშირდება. გვარის უძველესი დოკუმენტური კვალი ფიქსირდება მე-18 საუკუნის დასაწყისში 1700 წელს გრიგოლ კათალიკოსის მიერ შედგენილ და ბიჭვეთის საბუთებში დაცულ ეკლესიურ დოკუმენტში, სადაც წულიესკერები მოხსენებულნი არიან საეკლესიო სამამულო ურთიერთობებში ჩართული ოჯახების რიცხვში. მე-19 საუკუნეში გვარი მყარად არის დამკვიდრებული სენაკის მაზრაში, მის სოფლებში სენაკში, ნოსიში, თეკლათში, ნოჯიხებში, ქვემო ქვალოვსა და საწულისკეროში, რომლის ტოპონიმის გვარის ესე იგი მრავალთაობიან ადგილობრივ გადმულობაზე მეტყველებს. ამავე პერიოდში წულიესკერები უკვე იხსენებიან როგორც აზნაურული სტატუსის მქონე ოჯახი, რაც მეტრიკულ და საეკლესიო ჩანაწერებში პირდაპირ არის დაფიქსირებული. გვარის ისტორია განსაკუთრებით მჭიდროდ უკავშირდება ეკლესიას. მე-19 საუკუნეებში წულიესკერების გვარიდან მრავალი ადამიანი მოღვაწეობდა, ესე იგი ამ სფეროში, ანუ საეკლესიო სფეროში. მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ ესეთ რაღაცები შემიძლია მე ამ გვარებზე ყველაზე შემიძლია გადმოგზავნოთ, ესე იგი ცოტა უფრო ვრცელი ისა რა მასალა. ბერუაშვილების გვარზე მინდა გელაპარაკოთ, ეს არის ქართლური გვარია, რომელიც ფუძეა საკუთარი სახელი ბერუა. მე-18 საუკუნეში ფართოდ გავრცელებული ქვემო ქართლში. ბერუა იყო მაშინ გავრცელებული ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით წყალსყურსა და თელეთში ბერუა მამასახლისის სტატუსით იხსენიება, რაც სახელის სოციალურ მნიშვნელობაზე მიუთითებს. ბერუაშვილების გვარი წერილობით წყაროებში აქტიურად ფიქსირდებიან მე-17 საუკუნის მეორე ნახევრიდან, ანუ 1674 წლიდან. ისინი მონაწილეობენ მიწის ნასყიდობის და ქონებრივი ურთიერთობების საბუთებში.
ესე იგი 1000 გვარი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ეკლესიასთან ეს საერთოდ ასეთი იყო ასე იყო 1715 წელს ელიოს ბერუაშვილი მოსენებულია მღვდლად რუისისა და უბრისის ეპარქიაში ანუ საკმაოდ ბევრი ბერუაშვილები დღესაც წარმოადგენენ ქართლის ერთ-ერთ ისტორიულ დადასტურებულ საგვარეულოს რომლის ისტორია აერთიანებს სამართლებრივ აქტებს და ეკლესიის მსახურებაზე საზოგადოებრივ მონაწილეობას მე მინდა აქედან მოვიკითხო ჩემი მასწავლებელი დარეჯან ბერუაშვილი რომელიც მე ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატივს სცემ არის ბერუაშვილების გვარის წარმომადგენელი და მინდა აქედან მოვიკითხო დარეჯან მას ასე მოგმართაო დიდხანს ვყავდე ჯამთელი და ბედნიერი ეხლა მინდა ბაქუზანაშვილებმა მომწერა ერთმა ადამიანმა ბაქუზანოვის გვარი თვარო მოკლედო და ვერ გამიგია ქართველი ვარ თუ სომეხი ვარო და დანამდვილებით შემიძლია გითხრა რა თავიდან ამოიგდე ისაც შენ არ ახარ ქართველი რა შენ ხარ ისეთივე ქართველი როგორც ნებისმიერი ჩვენგანია და შენ ხარ შეიძლება უფრო მეტი ქართველი ხარ ვიდრე ის ქართველი რომელმაც ეს დეგენერატობა და ეს სისულელი დაწერა უფრო მეტი ქართველი ხარ იმიტომ რომ შენი გვარი ძალიან იშვიათი გვარია საერთოდ იმაში ახია მაგას გვარების სისტემაში მომდინარეობს საკუთარი სახელი და ბაქუზანა ეს იყო დაფიქსირებული სახელია რომელიც მეცახელი იყო და მე მეცახელიდან ესე იგი სახელად გადაიქცა ეს ისა უკასო ძველ სახელს ეგ ბაქარას და კნინობითი ფორმაა უბრალოდ ბაქურის და ბაქარას ესე იგი კნინობითი ფორმაა და მოფერებითი ფორმა თუმცა ეს ეტიმოლოგია ესე იგი ჰიპოთეზის დონეზეა მაინც მაგრამ გვარი ისტორიულად გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადად შიდა ქართლსა და კახეთში ყვარელსა და თელავის მუნიციპალიტეტებში მისი ლოკალური ხასიათი და მცირე გავრცელება მიუთითებს ძველ მაგრამ არამასობრივ წარმოშობაზე ბაქუზანაშვილების გვარის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტური მოხსენიება ფიქსირდება 1791 წელს შიდა ქართლის დემოგრაფიულ დავთარში აქ მითითებული მაქვს ესე იგი ისიც აქვია ფონდის HD 1606 იმითია რა ქვია მაგას მითია ეს არის იმაში ხელნაწერთა ინსტიტუტში ვისაც გაინტერესებს შეგეძლიათ ნახოთ სადაც დასახელებულია ივანე ბაქუზანაშვილი ცხინვალის ცხოვრები გლეხი დოკუმენტის მიხედვით ოჯახი მიეკუთვნება საბატონიშვილო ესე იგი თარხან გლეხებს ანუ თავისუფალ ესე გადასახადებისგან განთავისუფლებულ გლეხებს მიეკუთვნება და ესე იგი იღებდნენ მონაწილეობას ლაშქრობებში და ევალებოდათ კომლიდან 2 ადამიანის გაყვანა ეს იყო ის რაც უნდა მე თქვა თქვენთვის და კიდევ გეუბნებით რა აი მომწერეთ ეგეთი გვარები უფრო მაინტერესებს მე ვისაც ესე იგი გონია თავი არაქართველი გონია აი ყველა საბუთი მაქვს და ყველა შემიძლია დავამტკიცო რომ ქართველები არიან თქვენ გაგიმაჯოთ სულ ყველას გადაგეძელებთ ყველა იყავით ბედნიერები მალე მოდის ახალი წელი ყოფილიყოს სიკეთის მომტანი ყოფილიყო, სხვაგვარად ბარაქის მომტანი ყოფილიყო, ეს ახალი წელი თითოეული თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახისთვის და ღმერთმა დაგლოსო და დალოცველები ყოფილიყავით. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მაპატიეთ ცოტა აღელვებისათვის კიდე. 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ მევსაც ბედნიერსაც ვიმღერია კიდეც ვიმღერია